Რავითარება დღეს ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში ბოლო მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალურ სამთავრობო კომისიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ მიაწოდა. მიღებულ ინფორმაციას კომისიის წევრები ოქტომბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი კომისიის ხდომისთვის გამოიყენებენ. შეხვედრა გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ჩვენ რაც გვაქვს 38-ვე სოფელზე ინფორმაცია სადრა მდგომარეობა, გარდა ამისა აღმოჩნდა დამატებითი საჭიროებების, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის წარმომადგენლები აყენებენ. ეს ყველაფერი ჩვენ დავამატეთ საჭიროებების ნუსხას იმისათვის, რომ 15 ოქტომბერს დაგეგმილი კომისიის ხდომაზე ეს ყველაფერი დამატებით განვიხილოთ. ის ყველასობრივ ჩამოსულები არიან ადგილობრივი გამგებლები, მოსახლეობის ნაწილი ვინც უშუალოდ შეეხო, მათ გაიარა მათ კარმიდამოზე ამ ხაზმა და ჩვენს გემებს უყვებით, იმიტომ რომ ყველა ვიცით რა ხდება, მაგრამ რო იცოდნენ რომ რა ოპერატულობი და რა მეტი ორგანიზებულობით ვაპირებთ მუშაობას, გამოიკვეთა დამატებითი საკითხები, მაგრამ ყველა საკითხები ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს. ძალიან კარგია ასეთი შეხვედრა და კომუნიკაცია მთავრობის წარმომადგენლებთან, უშუალოდ კონფლიქტის ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა ზონის სოფლების მოსახლეობასთან, რადგან პირველი პირებისგან ჩვენ ჭორის ზონაზე კი არა ვიგებთ დანამდვილებით, რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში.